პლანეტებზე. სადაც ბავშვების ფანტაზია პლანეტებზე შორს დაფრინავს. ეს არის გადაცემა, სადაც ბავშვები არიან მთავარი მოსწავლეები. აქ იდეები ანათებს და ფანტაზია არ უსწრდება. დავსვამ შეკითხოთ გულით და არა მხოლოდ გონებით. კითხვებს იცით და უამრავი ახალი ამბავი გარანტირებულია. ჩვენ აქ ვუზიარებთ ერთმანეთს იმ პატარა სასწაულებს, რომლებიც ჩვენს გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. გელოდებათ სამოტივაციო ბრძნული გამონათქვამები, რომელიც ხიბილს მოგვრით და ძალას შეგმატებთ. გულებს აკეთებთ, როგორც ვარსკვლავი ღამის ცაზე. და შევახსენებთ, რომ ნამდვილი ღირებულებები გულით უნდა დავინახოთ. მოგზაურობთ დროში, სივრცეში, სადაც გავიცნობთ მითოლოგიურ გმირებს, ღმერთებს და ლეგენდებს. სადაც შეგებთ, როგორ ცხოვრობენ ისინი ადამიანის წარმოსახვებში. როგორ შეიძლება ვიყოთ გმირები ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში? პატარა ნაბიჯებით. ახალია ილია გიგინეიშვილი. მიყვარს ხატვა და ცალგბორთი. როგორ ვხატავთ? ჩვენი მასწავლებელი ნატალია გვევნება, რომ ხატვას ყველაზე კარგად გამოსდის მათი სიხარულების დახატვა. ჩემი სიხარული არის მითოლოგიის გაკვეთილი, იმიტომ რომ ჩემი ბიძა არის მასწავლებელი ბერძნულ მითოლოგიის გასწავლის და თუმცა მეგობარი არის ხოლმე მითოლოგიის გაკვეთილზე. მითოლოგია არის სანამ ქრისტე დაიბადებოდა მანამდე ვითომ ღმერთები დაიკეთე რაღაცები ის ამბავი იყო შექმნილი სამყარო. ერთნულად ვითოს არის გადმოცემა თქმულება და როგორც არის სიტყვა. მითოლოგია სასარგებლო ბავშვებმა იცოდნენ იმიტომ რომ პირველი ქცევას ასწავლის ბევრ შეცდომას უსვამენ გმირები და მერე ასწორებენ. ბავშვებს ეს სჭირდებათ, რომ იგივე შეცდომა არ დაუსვან. ცოტას ხოლმე სტამბეჭდავია ზევსი და ჰერაკლე. რომ ზევსი არის ღმერთების ღმერთი, რომ ვთქვათ, და ჰერაკლე არის ზევსის შვილი. სანამ დავიწყებთ ხატვას, ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ ვინცაც უნდა იყოს. თავდაპირველად გავანაწილე ფიგურების მასები ფურცელზე. კომპოზიცია არის სიმბრძყეს მასების განაწილება. შემდეგ გავუკეთე კონტურის ხაზი, ადამიანები დავხატეთ ასე შემდეგ. შემდეგ გავწმინდე, ინტერიერზე იმუშავე. ეს არის ჩვენი ნამუშევარი და ძალიან მიყვარს. რთული იყო ადამიანების სახეების დახატვა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც პატარა სახეები უნდა გავუკეთოთ და რთულია, ბევრი რაღაცა ძალადია, წყვილი, თვალები, პირი და ასე შემდეგ. წამწამები. მე პატარა ფორმატზე გადავწყვეტე და მეხატა მგონდა ცოტა ძველი იქნებოდა, ოღონდ ძალიან რთული გამოდგა. ეს არის ჩემი ნახატი და ის ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მილიონი წელი დამჭირდა ამის გაკეთებისთვის. მინდოდა დამესრულებინა ეს ნახატი. არ გადასულიყავ შემდეგ ნახატამდე სანამ ამას არ მოუსაბოდი. ჩემთვის ძვირფასი იყო და მაგიტომ. აღმოგეთოთ ვინ არის. ეს არის ჩვენი მასწავლებელი, ანუ ლევანი, ჩემი ბიძა, თუნდუს ოჯახით. ეს ვარ მე, ეს არის ნატალია მასწავლებელი. ჩვენი ხატვის მასწავლებელი. ეს არის პეტროჩონის მეგობარი და ანუ ნახატში ვგონის ხო ნახატში. ეს არის ნინო ჩვენზე თითია მაინც არის მითოლოგიაზე. ეს დინა მალე მოვა. ეს არის თედო, ეს არის ნიკოლოზი, როგორც ხედავთ ისე არის. ანა პლანჯე დავხატე პეიზაჟი, რომელიც შეგიძლიათ დაინახოთ ამ ფანჯრიდან. არის ნუხდება ზო ნახატს. არ გაგიგუზეთ ცოტა იასამნისფერიცა რომ არის და ლურჯი ბალახი. ხატვა კარგი ფანტაზიას გიხსნის,
უნივერსალობას გასწავლის და კიდევ ბევრი სხვა რამ. ახლა ყველას ვერ წამოგითვლით. ნატალია მასწავლებელმა გითხრა, რომ ლეონარდო და დავიძმა თქვა, რომ ხატვარი აუცილებლად უნდა იყოს უნივერსალურიო. ამიტომ მე ვცდილობ უნივერსალური ვიყო, ცოლბურთზე დავდივარ, ჰოკეიზე დავდიოდი. Trebuie să dau diodichi de colosit cargat stablo. Ხო, აქ კიდევ გვაქვს დარიმის სისტემა. თუ ფაკარი დაგვივარდება ეგეთი, ან წვერი წასწდება ხატვის დროს სარიმა გვაქვს. დარიმის დროს ლექსი უნდა ვთქვათ. ნებისმიერი ლექსი რა ცოტა სახალისოა. და როცა აქ ვიცით ლექსები, აქ ვსწავლობთ ლექსებს. ცოტა საფანტიოა. თეთრი კარგი ბიჭი, მაგას ამოვდა და კიდევ ცოტა სელფიც არის პლუს. ისე როგორც მე, შეიძლება არ მithkom, ზოგადად მე სელფი ვარ და პეტრეც მაგარი თან. მაგრამ სელფი ხატვაში არ მისulis. პირიქით მეხმარება სიცილკი, იმიტომ რომ ერთი ნახატოსი ფულად ჩემს სოფელში გადმოვარდი ველოსიპედიდან და დავარდი რკინას და მაგის ნახატვა მომიდა და ცოტა სასაცილო კი გამოვიდა ეგრე ვარ და კიდევ მეორე ჩემი სიცილკი დავხატე მე და ჩემი ბეძაშვილი ლუკა ვიყავით ბეთანიაში მთა არის რა ერთი პატარა და მოკლედ მან არის ერთი ციგებით სასრიალო და მე მქონდა რაღაცა რულიანი ციგა და შემთხვევით და ლუკას ციგა ქვევს რომ ეძახებოდა ხოლმე ვარდებოდა ითხრა სასაცილო რა მოხდა ქვაზე წაიქცა ლუკა მე ახლოს ვიყავ იმასთან ვიღარ მოვასწარი მოვლება და მეც წავიქეცი სასაცილო იყო ყოველთვის ვაკვირდები ფაქტურას ზედაპირს და ამიტომ ყოველთვის მისერდება კარგად გათლილი ფანქარი. რეგან სკოლაში და ასე შემდეგ, სადაც ეგეთი აუცილებელი არ არის რომ კარგად იყოს გათლილი. ძალიან მცოვლებრივი სათლელით. ოღონდ ჩვენთან ხატვაზე ვთალით რაღაცა სპეციალური იტანით საკანცელარიო დანაც ვხმარავთ. იბარ ახლა 8 წლის და ნატალია მასწავლებელმა მითხრა, როცა 10 წლის გავხტები ჩემი გავთლი ფანქრებს, ოღონდ რა თქმა უნდა ძორნა მასწავლეს როგორც ჩემი ხალი უნდა გავზარდო რომ საკანცელარიო დანა კარგად დავიჭირო და კარგად მოვიხმარო. ამიტომ შეიძლება აუცილებლად 10 წლის რომ გავხტები, ვერ დავიჭირო, შეიძლება 12-13 წლის. ხატვაში მეხმარება ფანტაზია. როცა მეღლები უკურდავების წყალი და როცა მეღლები კიდევ შეიძლება არ დიდი სანძია რომ არ მithkom ზოგადად. დავიხალე აკრძალული სიტყვა ჩვენ სტუდიაში. იმიტომ რომ როდესაც გიყვარს არიხალები, ოღონდ თუ მოგინდება დასვენება ეგეთი რამე, უბრალოდ მოსთხოვ მასწავლებელს შეიძლება დავისვენო და შეგიძლია იკუნტროსა 5 წუთი. დოვების წყალზე მე დიდი არაფერი არ ვიცი. ის ვიცი რომ იმუნიტეტს გიძლიერებს. იგი იმიტომ ვიცი რადგან ერთხელ ავად გავხდის კაი სამხოსი ისე რომ კაი ხანია არ დამილებია უკდავების ხალი. მე დავლიეთო არა ცოტა ეგრევე გამოვკეთეთი. ხო, ალბათ ფერების შესახებ დამავიწყდა. ფერი აქ ვიტანცხome შოკოლადებთან სასუსლავს, ნუ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. ფერი აქ მასწავლებელი. არ ხუმრო მოგოდ. ანუ როცა ვამთავრებთ ნახat ყოველთვის რამე სასუსტნავს და ეგეთ რამეს მოგვიტანს. ხანდახან ისეც ყვაძლევს სასუსტნავს და ძალიან გემრიელ სასუსტნავებს იტანს ხოლმე. ინაკვირას რომ დავასრულე ჩვენი ნახატი შოკოლადი მოიტანა ძალიან გემრიელი. უყალას გავუნაწილე. კიდევ გვაქვს სიხარულების წიგნი.ეთი არის სიხარულების წიგნი. მასწავლებელი ერთი ისეთი მასწავლებელი განსაკუთრებულ
სიხარულებს შიგნით, რომელიც ჩვენ მოგვაქვს, ანუ ბავშვებს. აი ესეთი სიხარულების შიგნით. შიგნით არ ვიცი რა არის სიმართლე ვთქვა. მაგრამ ერთ უშვებია დღეს ალბათ წავიკითხავთ. მაგრამ ბევრი დაგროვდება და გამიხსენებთ პატარები რომ ვიყავით რა სიხარულები გქონდა მომავალ შეხვედრამდე თავისთავად ხო რა ლაპარაკი წინა შეხვედრაზე ხო წინა შეხვედრაზე იყო დიდ დაპირისპირება აგამემნონსა და ვის შორის აგამემნონსა და ყველაზე დიდი გმირი ვინ იყო ბერძნებს შორის აქილევს შორის აგამემნონსა აქილევს შორის რაზე გაბრაზდა აქილევსი იმიტომ რომ კალხასმა ამ წინასწარმეტყველმა თქვა რომ მე ვერ ვიტყვიო რატო წყდებიან ბერძნებიო სანამ ვინმე არ გამოვიდა არ გამომექომაგებაო იმიტომ რომ მეშინია რო თქვა სიმართლეო რაღაცა არ მოიწიო ჩემ თავზე ვიღაცები არ გავაბრაზო ხო და ამ დროს იყო რომ გამოვა აქილევსი და თქვის კალხას შენ თქვიო და მე დაგიცავ ყველასგანო აგამემნონის კი რო იყოსო ყველაზე დიდი მეფე ბერძნებისო ვინც ყველაზე მთელი ჩვენ ბერძნების მეფე დავიჩიეთო და წინამძღვარად ამ ბრძოლაშიო ტროელების წინააღმდეგ იმასაც კი დაუპირისპირებიო თუ სამართლო შენ დაჩეგრო დააპირაო და მაშინ გაბედა კალხასმა თქვა საჭიროა რომ დაუბრუნოთო ქრისესო ქურუმს აპოლონის ქურუმს აპოლონის ქურუმს ქრისეს უნდა დაუბრუნოთო თავისი ქალიშვილი რომელსაც ქვია ქრისეიდაო და ქრისეიდა კიდე ყავდა ვის აგამემნონს არაფერად არ ეკიტანავებოდა ქრისეიდას დაბრუნება მაგრამ ეხლა ნახა რომ კალხასმა თქვა ეს გაბრაზებულმა აგამემნონმა კაიო დაუბრუნებო ქრისეიდასო მაგრამ ეგრე არ არისო მაშინო თავისი განძებიდან უნდა მომცენო მეო სხვა ბერძნებმაო მაგალითად ოდისევსმაო აქილევსმაცო და თავისი განზეულობა მე გადმომცენო ამისთვისო ასე უკომპენსაცია არანაირად ასე არა ცუდად ძალიან ეგოისტურად მოიცა აგამემნონი აქ და აქ გაბრაზდა ვინ ყველაზე მეტად აქილევსი გაბრაზდა და გამოვიდა და ეს რას გავს ესო არ აქვს ხვენიაო ისედაცო შენი ნადავლიო ნაკვალ სხვებზე ნაკლებს იბრძვიო, მაგრამ ნადავლი ყველაზე მეტი შენ მიგაქვს როგორც მეფესო და ეხლა კიდე გინდაო რა თქმა ჩვენ წაგვართოო რაღაცა სამართლიანი არისო, აქამდე უნდა გებრუნებიო რომ ქრისტესო, ქრისეიდაო, რომ მოვიდაო ულევი გამოსასყიდითო და ყურის კი არ ათხოვე და აინუნშიაც არ ჩააგდეო. ეხლა მით უმეტესო რომ ამის გამო იხოცება ბერძნებიო, შენ ვალდებული ხარ საერთოდ უსასყიდლოდ მის გასცა ქრისეიდაო და რა შუაშია ჩვენი ქონებაო. ამაზე აგამემნონი გაბრაზდა. შენ ვინახარო საერთოდ სიტყვას რომ მიბრუნებო, შეასწავლა ისეთო, საერთოდ ბერძნებს შორის ყველაზე მეტად შენ ვერ გიტანო. იმიტომ რომ გაქვსო ხო ეს მაგარ მეომრული ძალაო და ეს მეომრული შარმიო და მადლიო რომ მტრები გაწყვიტო და ესეთი ხარო. ყველაზე დიდი განთქმულიო და ჩემზე უფრო განთქმულიცო და აი ამ აქ კიდე ახლა არ შეგარჩენო ამას რომ ყველას თვალწინო მამცირებო ასე და თქვენს ამხელა მეფესო წინააღმდეგობას მიწევთო. და მიწევო შენო და ამიტომ მე კი დაუბრუნებო ქრისეიდასო და სამაგიეროდ მე რას ვიზამო ვისავარ წაგართმევო ბრისეიდას წაგართმევო შენი ქალი რო ყავსო კარავშიო საყვარელიო აი იმ ქალს წაგართმევო და ის მე მეყოლებაო აი აქილევსი საერთოდ გაბრაზდა გამოვიდა თავისი მდგომარეობიდან და ისე განრისხდა რომ უკვე მზად იყო აეკუთა აგამემნონი და ვინ გამოცხადდა ამ დროს ათენა გამოცხადდა გრძელთმევზე მოკიდა ხედავს ხო მიხედავდნენ ათენას ვერა მარტო აქილევსი ხედავდა ათენას და ათენამ უთხრა რომ შენ თუ ეხლა დათმო ხო და სუდად მოგექცაო აგამემნონი ძალიან სუდად მოგექცაო ძალიან უსამართლო ეგოისტურად ვილაპარაკა თავის სიტყვაშიც გამოაჩინაო თავისი ეს ეგოიზმიო და თავისი ეს ბოროტება შენს მიმართო მაგრამ მოის მეფე არისო და არ უნდა მოკლაო
მაგრამ სიტყვებით რაც გინეს გაკეთო, სიტყვებით კენწლეო, აგინეო, ყველაფერი, მაგრამ მოკლით არ მოკლაო და აქილევსმა ჩააგო ხარკაში ხმალი და სიტყვებით კი გაკენწლა და არ დაუტოვებია არც ერთი ცუდი სიტყვა და არც ერთი აგამემნოს არ უტყვა. შეასრულო შეიძლება. მოკლედ იმ სიტყვების მარაგი არ მეყოფა რამდენი ცუდი რაღაცა უთხრა აქილევსმა აგამემნოს, მაგრამ არ მოკლა. და თან ათენა შეპირდა, შენ ყველაფერი შეგისრულებთო, თუ შენ დაგვემორჩილებია ხავ და არ მოკლა აგამემნოს. თორე აქილევსი განა ვერ მოკლავდა აგამემნოს. ისეთი ძლიერ. ერთი გახდა მორჩილი. რა თქმა უნდა. და ამის მერე აგამემნონმა დაუმატა თავის ბორცვზე დაუბრუნა, რა თქმა უნდა. დაუბრუნა ქრისეი და ოდისევსი იყო იმ ელჩობაში, რომელიც ქრისეი და დაუბრუნეს. აპოლონს შესთხოვა ქრისტემ რომ შეწყვიტეო ეს მოსრა ნიშნავს გაწყვეტა ბერძნებისო და აპოლონმა შეწყვიტა ქრისტეს ამ ლოცვით ეს ბერძნების გაწყვეტა და ამის მერე ოდისევსი და კიდევ მეორე გაუგზავნეს. ოდისევსი კი არა გაუგზავნეს ორი მაცნე აქილევს და აქილევსი სევდიანი იჯდა ზღვის ნაპირზე. ეს მაცნები რომ მივიდნენ აქილევს უთხრა, ნუ გეშინიათ ჩემი არ მოკლავთო თქვენო, ვიცი ბრისეიდასთან სავარად მოხვედითო. მე თქვენ კი არ გადანაშაულებთო. მე მარტო აგამემნონს ვადანაშაულებო. წაიყვანეთო ბრისეიდა. აქ ბრისეიდაში კი არა საქმე, აქ ჩემ დამცირებაშია საქმე. და აქ იყო რომ ასე დამცირებული აქილევსი რო არის, აი ისაც ის დიდი ხნის ცხოვრება არ უწერია ბედით. და თან დედამის შეშილა თეთისო აი ისედაც ცოტა ცხოვრება აქვს და ეს ცხოვრება ასე დამცირებულად უნდა გავატარო, ასე დამჩაგრაო აგამემნონმა და ჩემი პატივი არ უნდა აღდგესო და თეთისმა თქვა მაგას მე გამიჩარხავ ზევსთან რომ შენ ასე უპატიოდ არავინ არ მოგიყვებაო და აქეთ მოგთხოვენ ბერძნები პატიებას კიდევ. და თეთისი წავიდა ზევსთან თან თეთის ზევსის წინაშე დამსახურებაც ქონდა, ხო გითხარით? სხვა ღმერთებმა რომ გაკოჭეს ზევსი, ჩამოგდება რომ უნდა და თეთისმა რა დაასალა? არ ვიცი რაღაცა მოხდა იქ რომ აუჯამყენ ზევს და იხელთეს დრო და გაკოჭა. მაგრამ თეთისმა გაათავისუფლა ბრიერიოსი და ეს ასხელა ეს ტიტანი. და გამოჩნდა ბრიერიოს ასხელა და ყველა მანდი დაფეთს და ქურციკები გაშფენ ოლიმპოსთიდან და გაათავისუფლა მერე ბრიერიოსმა ზევსი და ზევსი გადარჩა, ზევსი ძალუბრება გადარჩა, და ზევსი ვალდებულია თეთის წინაშე. და თეთისმა უთხრა, აი ასეთი რასწია დაემართა ჩემ შვილს აქილევსო, ესე შეურაცხყვეს ბერძნებმაო, წაართვესო თავის ბრისეიდაო, ისაც ცოტა ცხოვრება აქვს დარჩენილიო დედისწერითო და ისიც ასე უნდა გაატაროს და ზევსი დადუმდა, იმიტომ რომ ზევსი ვის ხარესაა საბოლოო ჯამში. ტროილებისკენ თუ ბერძნებისკენ? ბერძნებისკენ, იმიტომ სამართალი ვის ხარესაა, ტროილებისკენ თუ ბერძნებისკენ? ბერძნებისკენ, იმიტომ რომ ამათა წაართვეს ელენე მენელაოს, არა? მაგრამ ამ შემთხვევაში ზევსმა თქვა, კაიო, დაგიკმაყოფილებმა გთხოვნასო, ნუ დროებითო მომხრობი ტროილებსო, სანამდე არ აღადგენო აქილევსის პატივსო. და აქილევს ბოდიშს არ მოუხდიანო. ანუ და ეს ჩუმად გაიგო ჰერამ. ჰერავის მომხრე იყო ბერძნების მომხრე. ჰერა ჩათვალო რომ რაღაცა თეთისი რომ მივიდა ზევსთანო, იმიტომ ხო არ მივიდაო შენთან ეუნება, მაგრამ რატომ მოვიდაო თეთისი შენთან? რა შენი საქმეა ზევსმა უთხრა. როგორ თუ რა ჩემი საქმეა? ალბათ იმიტომ მოვიდა შენთან თეთისიო რომ თავისი შვილიც აქილევსის ის უნდა პატივი აღადგინოსო, ხო? ალბათ ეგ იქნებოდაო, ხო? ალბათ იქნებოდაო. და ზევსმა უთხრა შენი საქმე ეგ არ არის, გაიკმინდე ხმაო, საერთოდ გაჩერდიო, თორემ არ ვიცი რას გიზამე. და გაიკმინდა ხმა მართლა ჰერამ და ყველა ღმერთები იყო შეშინებულები და აქ გამიშთა ჰეფესტო და ჰეფესტო თქვა ღმერთებმა ერთმანეთში არ უნდა ვიჩხუბოთო, თორე ადამიანები რა სიტყვიანო, ღმერთებს შორის არისო განხეთქილებებიო და რაღაცა ეს არ შეგვერი ჩვენ ღმერთებსო. ამიტომ ჩამოუსვა ყველას ლექტარი და როგორ დაურიგა? როგორ დადიოდა? აი ეს. სამფეხი მოკლედოდა ჰეფესტო და აი ეს დადიოდა. ეს და თერგი ოლიმპოსი და თოლებოს გადაიხარხარებთ ღმერთებმა რა თქმა უნდა. ესე ეს დასკო ეს სწორი ეს რაც მოგიყევით მაშინ მე ხარ რა ხდება მე მიდის ომი ვერავინ ვერ იმარჯვებს ბერძნები ჩავარდნენ ამის უიმედობაში ჩავარდნენ ხო და ამ დროს არის რომ ზევს უნდა რომ შეუსვლოს თეთის თავისი თხოვნა და ბერძნებს დაურთულოს ძოლის ველზე საქმე ამიტომ უთხრა ჰიპნოზი ის ღმერთი არის ჰიპნოზი არის ძილის ღმერთი უთხრა წადიო და მძინარე აგამემნონსო ტყუილის სიზმარი მიეციო და ჰიპნოზი მივიდა მძინარე აგამემნონსო მიიღო ნესტორის სახე ნესტორი ხო ყველაზე ერთი ჭკვიანი გმირი იყო რაღაცა მოხუცი ნესტორი რომელსაც
თაფლივით მოდიოდა ბრძნული სიტყვები პირიდან. ხოდა ამ ნესტორმა ვითომ ნესტორმა სიზმარში გამოცხადებულმა ნესტორმა უთხრა აგამემნონს, რომ აგამემნონო, მორჩაო, ყველაფერი კარგად არის თქვენთან. შეტევაზე წადიო ტროის წინააღმდეგო და ტროას აიღებო, იმიტომ რომ ჰერამო გაიყოლია ყველა ღმერთებიო, რომ ტროელებს აღარ დაეხმარებიო. არც აფროდიტე არ დაეხმარება არავინო, ტროელებს დამხმარე ღმერთი აღარ ეყოლება საერთოდ. ამიტომ ღმერთები თუ არ დაიცავენ ტროას, როგორ დადგება ტროა? ადვილად წალეკავთო ერთიანათო. ამიტომ გენერალურ შეტევა წამოიწყო ტროის წინააღმდეგო და დაასრულა თუ არა ეს სიტყვები, აგამემნონს გამოევიდა და გამოევიდა სიტყვები კიდევ ყურში ესხოდა. და თქვა ეს იქნებოდა ნაღდის სიზმარი, თორე ნაღდის სიზმარი იყო, ზევსი ატყუებდა აგამემნონს. ზევსი ატყუებდა თვითონ აგამემნონს. ხო და აი ასეთი სიტუაცია რო იყო, აგამემნონმა დააპირა რა, ჯარი გამოეცადა. გამოვიდა სიტყვით და ეუბნება ჯარს, რომ აგამემნონმა ყველას უსხრა. ყველას უსხრა, რომ ესეთი სიზმარი ნახო. გაიბარა გმირები, ვინც იყო სხვადასხვა ბერძნული ქალაქების და კუნძულების გმირები და მეთაურები ვინც იყო, დაიბარა ყველა და მაცნები გაუგზავნა და მოდით ჩემთან. მაგრამ რომ ვიღაცები გაიგებდნენ რომ აგამემნონმა დაგვიბარავა, მაგრამ ნუ მაცნებს აგზავნის და უგვიბარებსო. მაგრამ თუ მაცნე მასთან არ მივიდოდა, მაშინ არ მიდიოდა აგამემნონთან, მაგრამ მაცნე რომ მივიდოდა ეთქო და მაშინ მიდიოდა აგამემნონთან. მაგრამ მენელაოსმა რომ გაიგო აგამემნონი გვიბარებსო, ავტომატურად წავიდა აგამემნონთან, რა პარატო. მაცნესაც არ დაებოდა, აბა რატო? ვინ იყო მენელაოსი აგამემნონის? ძმა. ამიტომ ძმა ავტომატურად წავიდა. რა დაძახება უნდა ძმას რომ უჭირს, ძმა მიდის მასთან. ყოველგვარი დაძახების გარეშე. რა მაცნის ის უჭირდებოდა ზედმეტი რაღაც სიტყვები და მენელაოსი ასე პირდაპირ წავიდა და დასახმარებოდა. რომ მივიდა აგამემნონი ყველას უთხრა ესე და ასე გამომეცხადა ზევსის მოვლენილიო ნესტორიო და ნესტორმა მითხრა ეგეთი რაღაცა რომ აუცილებლად აიღებთო ტროასო უნდა შეუტიოთო. მაგრამ ეხლა უნდა გამოვცადო ჯარი. როგორ უნდა გამოცადო? აი მივალდა ვეტყვიო რომ უნდა გავცუროთ სახლებში. და ნახავთ აი რა განწყობაა ხალხში, ჯარშიო რა. ჯარი შეკრიბე ჯარი და აი ფუტკრები რო გამოვლენ ბევრი სკიდან და აი მოგროვდებიან ეგრე მოგროვდა აი ულევი ვაშქარი მოგროვდა ბერძნებს. აი ფუტკრები რო გამოვლენ სკებიდან ასე და ესე გემებიდან გამოვიდნენ და ულევი ვაშქარი შეიკრიბა და აგამემნონი გამოვიდა სიტყვით. შემო ვაშკაცო მეომრებო, ეხლა შეხედეთ რა ხდება ჩვენს თავსო. რა ხდებაო და ამდენი წელია ვომობთო და ვერაფერი ვერ გავაკეთებო, ვერ ავიკეთო ტროა. ეთყობაო ღმერთებსაც არ უნდათო ტროის აღებაო. და რა ვქნათო, ამდენი ხანი მოწყვეტილები ვართო ჩვენს ოჯახებსო, ჩვენს საყვარელ ხალხსო, ცოლებსო, შვილებსო, ჩვენი საყვარელი კუნძულები, მოქალაქეები აღარ აყავს გვერდითო, აგერ ტყუილუბრალო გიურძითო, რამე აზრი მაინც კონდესო. ამიტომ ჯობი ეხლა დავშალოთო ეს ყველაფერი, შევჯერ გემზე და წავედით სახლებში. როგორ თქვი, ჯარს გავხარ და? კი. გაუხარ და უმეტესობას გაუხარ და 97% ალბათ გაუხარ და აი აღიჟინა და ეს კაიო ბრუნდები საფში რა კაი და ხიჟინა ისეთი რომ ოლიმპოსი თამბეც მიაღწია ამ ხიჟინამ და ჰერამ რო გაიგო შეეშნა ჰერამ აი თუ მართლა არ დაბრუნდნენო საფში და ათენას უხარ ათენაო რაღაცა იღონებო ხა წადიო ვინც ყველაზე უფრო გიყვარსო ბერძნებში იმასთან მიდიო და იმას უთხარიო რომ რაღაცა გააკეთოსო და ვინ უყარდა ათენას ყველაზე უფრო ბერძნებში ყოველწლიანი ვინ ათენა განსაკუთრებით პარვალდა ოდისევსი რა თქმა უნდა ათენა ჩამოვიდა ოდისევსთან მივიდა ოდისევსო ვერ ხვდებიო რა ხდებაო ეს აგამემნონი ცდის ხალხსო და ეს რაღაცა ქენიო ეხლა მიდი აი უთხარი ხალხსო რომ დაბრუნდეს და ოდისევსი მივიდა და თითო ადამიანს აჩერებდა ვინცაც გეგმებისკენ რომ მირბოდნენ უკან საერთოდ ხალხნო ვერ ხვდებით თუ აგამემნონი ცდითო თქვენი ვაჟკაცობის გამოსთა უნდაო და იმას უფრო დააჯილდოებსო, ვინც აი ამ შემთხვევაშიცო კი არ წავალ გემისკენ ასე სწრაფადო. არამედ გაჩერდებოდა თქვის არა რატო როგორ სიცხული იქნება ჩვენს ეხლა წავიდეთ ტროიდან და იმას უფრო დააჯილდოებს აგამემნონია ერთგულებისთვისო და მე ეხლა გიხარიათო რომ ბრძოლა არ იქნება წახვალ სახლში, მაგრამ აქ იყო გიბჟუტავთო თავის თქვენს გულშიო განცდა იმისი რომ უსამართლობას სჭამთო რა, უსამართლობა და ჩაყლაპოთო და შეირგოთო ასე ვთქვათ ის რომ ელენე მოიპარეს და სიცხული გაჭამეს ტროელებმაო, ხო? ეხლა არ გაწუხებთ ეს, რომ გიხარიათ სახში წახოთ, მაგრამ შუა გზაზე გასახლავდე უკვე შემოგაწუხებთ სიცხulis გზნობაო და იტყვით ეს რა გავაკეთებ და ბერძნები ვარ თუ მთლეებიო საერთოდ. ხო და ამიტომ გაჩერდით რომ ბევრი გააჩერა ოდისევს, მაგრამ ვიღაცები ისე უნდა და სამდაბრუნო რა აი თავკუთ მოგივიდა რა და ასე ოდისევსი კვერცხში შარყავდა ხოლმე და ის გააჩერა. კვერცხში შარყავდა. და ბოლო გააჩერა ეს ჯარი და უკვე უთხრა ოდისევსი მიმართა ამ ჯარს
სიტყვით და ოდისეუს გვერდით იდგა ვიღაცა მაცნე, რომელსაც არავინ არ იცნობდა. ვინ იყო სინამდვილეში ეს მაცნე? რომელიც არავინ არ იცნობდა, საიდან გაჩნდა ვერავინ არ მოხდა. როცა სიტყვას ავიღო. არა. მაგალითად ყველა იცნობდა გასა რა ხდება. თქმა უნდა ათენა იყო, ათენა მიიღო მაცნეს სახე და ეხმარებოდა ოდისეუს რომ დამარწმუნებელი სიტყვა ეთქვა. ისეთ სიტყვა რომ ხალხი ჯარი აეგდო ასე თქვა და ვუთხარ აი ჩვენ გავიმარჯვეთ არ გახსოვთო თქვენო რა ნიშნები გვანახაო ღმერთმაო ზევსმაო რა ნიშნები გვანახაო არ გახსოვთო რომ გველი რო აცოცხლთა ხეზეო და რო შეჭამაო რა ბართხიო და დედამისით შეჭამაო და რო ჩამოვარდაო და ქვადიქცაო ეს რას ნიშნავდა კალხასმა რა გითხრაო 9 წელი იომებთო და მე-10 წელს აიგებთ ტროასო აიგებთ წმინდა ქალაქ ტროასო მე-10 წელს და ნუ თუ დაგავიწყდათ ეს ყველაფერიო ამიტომ ეხლა ავდგეთ და შევებრძოლოთ და შევერკინოთ ტროელებს და მართლა ამის მერე გამოდის ნესტორი და ნესტორმა თქვა მეც ამაქვს ბერძნებო თქვენთან სიტყვა სათქმელიო მე მგონი რატო ვაგებთო იცითო არეულად რომ ვიბრძვითო ყველანიო სხვადასხვა ტომის ხალხი ვირევით ერთმანეთშიო და ასე ვიბრძვითო და ერთმანეთის არ ცხენიათო იმიტომ რომ არ იცნობენო კარგათო აბა მოდი ისე ვაბრძოლოთ რომ თითოეული კუნძულის ან თითოეული ქალაქის მაცხოვრებლებიო ერთად თითო მეომრებიო ერთ რაზმში მოვათავსოთო და იმ რაზმში კიდე დავყოთო და ერთი გვარის წარმომადგენლები ერთად ვავმოთო მაშინ იქნება ისე რომ ერთ სხვადასხვა გვარებიო მაგ ერთმანეთთან ჩავალი იქნება კონკურენციაშიო აბა ვინ უფრო კარგად იცის და ვინ უფრო კარგად იცის და ერთმანეთის შევწყვებათო ამიტომ ერთმანეთთან იქნებიან კარგ ჯანსაღ მეტოქეობაშიო და უფრო ეფექტური ბრძოლა გამოვა ერთი ქალაქი ერთი კუნძული მეორე კუნძული დაუპირისპირდება კაი დაგებით რა ვინ უფრო კარგად იბრძვის ერთი გვარი მეორე გვარს ერთი თემი მეორე თემს და ასე ამ კარგ კონკურენციაში უფრო ეფექტურად იბრძოლეთ ბერძნები იქნება ამიტომაც ვაგებდითო რომ ასე არ ვიბრძოლოთ და მართლა განალაგეს ნესტორის სისტემის მიხედვით და როგორ ვიგოთ უფრო ეფექტური იყო სისტემა? რა თქმა უნდა უფრო ეფექტური იყო და შენ რო იცი რომ ის გიცნობს შენ და სახში რო ჩახვალ მე რენ კუნძულ შენ კუნძულზე დაბრუნდა ვითქვის რომ ეს არ იბრძოდა კარგად მე ხო ყველა წინაშე შეგწხვება ამიტომ შენ ცდილობ რომ კარგად იბრძოლო იმის თვალწინა ყველა ცდილობს რომ კარგად იბრძოლო და თან ისიც აქვს რომ დამთავრება ტროის ომიდან იტყვია რომ ჩემი კუნძული კარგად არ იბრძოდა და სხვა კუნძულმა გვაჯობა მაგრამ მირმიდონელები იტყვიან რომ კრეტელებმა გვაჯობეს და სადღაც გამოყო თავისი ცული კრეტელები და მირმიდონელები მაგრები არიან და ამიტომ ერთმანეთთან ესე ჯანსაღი კონკურენცია აქვს რა ეს ყველაფერი მოიგონა ნესტორმა რომ კარგი უფრო უკეთესად ებრძოლათ ტროას ეს პრობლემა არ ქონდა იმიტომ ტროაში ყველანი მოქალაქეები იყვნენ და ყველა ერთმანეთი სრცხვენოდა ამიტომ ტროელებს უკვე ქონდათ ეს სისტემა და ბერძნები გაუთანაბრდნენ ტროელებს როცა ეს გააკეთა ამის მერე ბერძნები გამოვიდნენ საომრად ტროელების წინააღმდეგ და ბერძნები მოდიან ჩუმად მოდიან, მაგრამ ამ სიჩუმეში რა არის? და ამ სიჩუმეში არის დიდი ძალა იგრძნობა. ტროელები გამოვიდნენ ბერძნების შესახვედრად. და ტროელები კიდე ყვირიან, აი ძალიან მაგრა ყვირიან რა. რომელი უფრო ძლიერია, ძალიან მაგრა ყვირილი თუ წყნარად რომ მოდიან. ხო, აი ორივე მაგარია, მაგრამ ალბათ წყნარად რომ მოდიან, ხო იდუმალი არის რაღაც ამაში და იდუმალი ძალა იგრძნობა თითქოს. ხო? ამ დროს ელენეც გამოვიდა საზღვრის კედლებზე ელენეც გამოვიდა და აინტერესდა რა ხდებაო ხო და რომ ნახეს ხალხმა რა ლამაზია ელენე ელენესთან ტირილი დაიწყო ელენემ სრემლები წამოვიდა რომ გაახსენა თავისი სპარტა და მენელაოსთან გატარებული ის საქორწინო პირველი თვეები თუ წლები და მოუნდა ისო სამშობლოს დაბრუნება სრემლები წამოვიდა და ტროელებმაც თქვეს რომ ნუ რასიზამო ხა ესეთი ქალი ყავსო ძალიან ლამაზი არისო მაგრამ თუ პარისიო დამარცხდაო მენელაოსთან პირად შეტაკებაშიო მაშინო ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გაუშვათო ელენეო და ძოლას მორჩებაო რატო თქვენს იცი იმიტომ რომ პარისი გამოიყო ტროელების რაზმს და ეცოლა ძალიან ლამაზად ლეოპარდის ტყავი ასე ხმალი აქ შუბი ხელში ასანზარებდა ამ შუბს ას ლამაზი კულულები გამოვიდა აი სუპერ გმირი იყო რა გამოვიდა ეს თავს იწონებდა თან და მენელაოსო გამოდიო და შემერკინეო ერთიო აბა და ასე ამით დავასრულოთო ჩვენი ეს შუღლიო ჩვენ გამოიხოცება ეს ხალხიო და ვინც მოიგებსო იმისი იყოს ელენეო მენელაოს შეაშინა თუ გაუხარდა მაგრად იმიტომ ვარ აი ამაზე ხა ყოფას უტირებო და გამოვიდა მენელაოსი გახარებული გამოდის მენელაოსი და პარისმა რომ დაინახა მენელაოსი რა მოვიდა
გავხარ და პარის თუ შეეშინდა. შეეშინა. მენელაუს უფრო ძლიერი იყო. რაღაცა მოდის მენელაუსი და შენ ეს ლეოპარდის წყავი რო გადაკრულიო და რაღაცა რაშლა ერთი შემარკინე თუ ამას და ერთი მანახეთო მაგას რას უზარმეო და პარისმა დაინახა თუ არა მენელაუსი მოцоცხა. დაიცა ტროელების რასში და ვინ უთხრა პარისს ეს რასაკეთებო როგორ გვარცხება ვინ ეთქოდა პარისს ვინ იყო ყველა ძლიერი შვილი პრიამოზის შვილებს შორის ჰექტორი რა თქმა უნდა ჰექტორმა უთხრა ის შენ ხარ შემარცხვენელი ტროისო გამოვიდა მენელაუსიო და მოцоცხე ეგრევეო ხო რა ვის არ შეჭირდება შენი სილამაზეოდან ლეოპარდის წყავებიო და ასე რომ ვითომ შუბი გიჭირავს ლამაზოდო გული უნდა გქონდესო ვაშკაცო მაგარია თორე ეგ რა არის ლამკა კარგი ის აღჭურვილობაა და პარიზმა თქვა შეერცხვა პარიზმა მართალი ხარო მე გავალო ვეონები მოგისინჯონ მოეგამიო გაუთქვათო ყველაფერი ოფიციალურად გავაფორმოთ რომ ვინ ჩვენ შორის მოიგებს ელენე მაგდაჭირო და მე მენელაუს შევებრძოლებიო და გავიდა მაგრამ გაიმაგრა გული პარიზმა და გავიდა მენელაუსთან საუბარი და მენელაუსმა ზევს შესთხოვა და რა უთხრა იცი მენელაუსმა ზევსო შენ მე უნდა გავამარჯვებინო ეს აუცილებლად იმიტომ რომ მე ხარ დავმარცხდო ის რა მოხდება ის რომ ყველანი იტყვის რომ შეიძლება იგი რაღაცა გავაკეთო და პარისმა გააკეთა პარისი იყო ჩემი სტუმარია მივიღე პატივითო გავმასწინძლიო სუფრა გაუშალეო ყველაფერი თავის მეგობართან ერთადო და მერე წავედი კრეტაზეო ელენი დავტოვე და ელენს უკარი გავმასწინძლიო მომსახურე ყველაფერი რაღაცა ავად გამოიყენე და ჩემი სტუმარ მომყარეობა ელენიც მოიტაცესო ჩემი გამგებლობაც მოიტაცესო თავისი მოტანის საფიქრებიც კი უკან წაიღესო და ყველა ჩაგრძელო ეს რაღაცა შეიძლება და ეს ხო საშინელება არის შეხო ზევსო მისი ფარველი ხარ ხო სტუმარ მოყრობის ფარველი მერქი ხო სტუმარ მოყრობას ხალხი დაივიწყებს ამიტომ ზევსო შენ მე უნდა დამეხმარო მაგრამ ზევსი ახლა ზევსი სხვანაირად ფიქრობდა ხო ზევსი სხვანაირად ფიქრობდა ხა ზევსი დაუშვებდა იმას რომ იმ ბრძოლაში მომკვდარიყო პარისი უცებ და ელენე დაებრუნებინა ბერძნებისთვის მაშინ რა არ მოხდებოდა აქილევსის პატივი არ დგებოდა მაშინ არა აქილევსი შეცვლილი იქნებოდა და ზევსი ამას არ დაუშვებდა ეს რა თქმა უნდა დუელი დათქვეს და ერთმანეთს უნდა ესროლათ ჯერ ესროლა პარისმა ესროლა შუბი მენელაუს გაუხარა მაგრამ მენელაუს ყო ძალიან კაი ფარი და ამ სპილენზე მენელაუს ფარის სპილენზე გაიღუნა პარისის შუბი და ჩამოვარდა თუ ჩამოვარდა არ მოვიდა ამის მერე მენელაუსმა ისროლა შუბი და ესროლა შუბი პარის და პარისის ფარი მენელაუსის პარისის ფარსაც ყო და ეს სპილენზე გარდა მაგრამ მენელაუსმა გახვრიტა ეს სპილენზე არ მარტო ეს ფარი გახვრიტა მენელაუსის შუბმა გახვრიტა ასევე პარისის რკინის ეს აბჯარი ის ამჯერ გახდა რო არ გაწეულიყო პარისი აქ თუ პარისად დაფერეს და მაგრამ გაიწია და გაკაცრა მარტო შუბი და პარისი სმერ მივარდა მენელაუსი და შუბები ყო არა მე ხმალ ჩართულ ბრძოლაში მეგაგა ხმალი ჩაარტყა ზუჩი ასე მუზარაჩი მაგრამ ისეთი ძლიერი მუზარადი ქონდა პარიზო ხმალი გაუთხრა მენელაუსს და რაითა მენელაუსი ხმლით არ გამოდიოდა და ის მუზარაჩს და მუზარაჩს გამოატრია ვინი-პუხი გამოატრია ეს ქრისტოფერ რობინმა გამოატრია ვინი-პუხი გამოატრია ვინი-პუხი ეს პარისი მოატრევს მიწაზე და უნდა ბერძნების ბანაკში მიიყვანოს მაგრამ არ მიიყვანა კიდეც იქ მოკლავდა მაგრამ ამის მერე აფროდიტემ რო გაინახა მისი რჩეული ქალმეფაბრები მისი რჩეული პარისი ასე დამარცხებული არის და მიაქრევენ რა გააკეთა მივიდა და გახსნა თასმები და უცებ შერჩა ხელ მენელაუს მარტო მუზარადი მარტო ზუჩი და თვითონ ეს პარისი აღარ არის იმიტომ რომ აფროდიტემ გადააფარა რაღაც გრუბები და ეს ხოდა მუზარადი ჭოს პარისი აღარ არის და ეძებს ეს ვერკოლოს და აფროდიტემ პარისი წაიყვანა ტროელების ბანაკში წაიყვანა გადარჩა ამიტომ პარისი ეხლა კიდე რა მოხდა იგი გეტყვით რომ ბერძნების ტვინის არევა დაიწყო ერთმა კაცმა რომელსაც ერქვა თერსიტე იყო ყველაზე როგორ თქვა მხდარი ტიპი გარეგნულადაც გამხდარი იყო კერბი ჩავარდნილი ჰქონდა ასე ყურები ასე პარტუნა ჰქონდა ასე რაღაცა თვალები გამოკარგული და ყველაზე სუსტი და ყველაზე აუყია იყო სულ ყველას თათხავდა ყველაზე ცუდ რაღაცებს ამბობდა ჭორავდა ყველას ჭორიკანა ქალით რაღაც რო იტყვა ეგეთი იყო რა ეს თერსიტე რა ძალიან ცუდი უღირსი ადამიანი იყო იმდენად უყვარდა გაჭორო ადამიანები და ცუდი რაღაცები ლაპარაკი რომ აგამემნონმა თავისთან წამოიყვანა რატო წამოიყვანა იცი
რომ დაეტოვებინა აგამემნონს სამშობლოში რას იზამდა ეს თერსიტე იქა. აბუნტებდა ხალხს აგამემნონს აბარაცობდა. აგინებდა ყველას. აგინებდა იქ აგამემნონს ყველას და შეიძლება ეთქვა რომ ხალხმა არ ბრუნდება აგამემნონი სხვა მეფე ავირჩიოთ საერთოდ რა გვინდა ეს ატრიდების დინასტია მოიცილოთ და გათათხავდა ყველას და ესეთი რაღაც არ მოხდა რომ აგამემნონი წამოყანა თერსიტე თავისთან. იგი დაუყიერა ეგეთი კაცი. ხოდა თერსიტემ დაიწყო მე ლაპარაკი რომ აგამემნონი ბოროტია, აგამემნონი გვაუნებს ჩვენ თვითონ მიაქვს მთელი ნადავლი, რატომ და დაუჯეროთ აგამემნონს, წავიდეთ სახში და არ მინდა ჩვენ ბერძნებო, კონკრეტულად აგამემნონის ვინც აგამემნონს დაუჯერებს, თვითონაც უღირსიაო. თან ჩვენი განთქმული გმირი აქილევსი როგორ შეურაცხყოფა, სინამდვილეში აქილევსი კი არ აღებდა. აქილევსაც ძალიან კარგად თათხავდა სინამდვილეში, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოიყენა აგამემნონის ნაოდ, აი აქილევსი როგორ გაგვიმწარავა და აქილევსი აღარ იბრძვა ჩვენთანო, ამიტომ ჩვენ შანსები მან დაიკოლა კიდეც ბრძოლაშიო და დაუბრუნეთ სახშიო. და ვინ გააჩვენა თერსიტე, აბა როგორ ვთქვი. ვის ევალებოდა ბერძნების მორალი არ დაცემულიყო. ოდისეუსმა ადგა და აიღო კვერთხი და თავს ჩასცა ზურგში ასე. იოი! შენ მიმოქცაო საერთოდ უფლებაო რომ თერსიტე ხარო ან ბრძოლა შენ არ იციო რაღაცა და დიდ გმირებსო როგორ ბედაო საერთოდ გამოდიხარ და მათ რაღაცა მაწინავე ხმას იმაღლებო საერთოდ. შენ ლაპარაკის უფლება არ გაქვსო. ასე რომ სხვა დროსო აი ჩარტა ეს ჩასცა ესე და წითელი ზოლი გამოჩნდა მე თერსიტე და თერთო დაიგო და ცრემლები შევიდა. ეს ცრემლები დაიწყო ხალ თელ მაჯარმა დაიწყო ხარხარი ამ თერსიტე. და მიხვდნენ რომ ეს თერსიტე მართლა გვაგუნტებდა დიდი აგამემნონის წინააღმდეგ და უღირსებაში გვაგდებდა რომ დაუბრუნებული ყავდა სახლებში და მე ეს თელი ცხოვრება გვაფიქრა იმაზე რომ როგორ შეურაცხყოფა მოგვეყენეს ტროელებმა და როგორ გავეკიცით ტროელებს და აი ოდისეუსმა ეს გმირული საქმე ჩაიგნოდა ერთმა რაც თქვა რა თქვა ისი კიდე ოდისეუსო ბევრი აი და გმირული საქმე აქვს ჩადენილიო მაგრამ ამაზე კარგი საქმე არ ჩაუდენია თერსიტეს რომ ჭკუა ასწავლო იოღონ ბევრი ბოროტებაც ჩაუდენია როგორ ბოროტებაც სხვა პილადეს რა გავუკეთა პილადეს გახსოვთ პილადეს ცილინდასთან რომ პრიამოსთან არის შეკრულიო და პრიამოსისგან დავალებებსო ბერძნების წინააღმდეგ გახსოვთ ოქროები რო ჩაუდო ოქროს ტომბრები საწოლისქოს პილადეს ვითომ პრიამოსის გამოგზავნილი და მე გახსოვთ რა იყო რომ დაწამეს სილიოთკოს მიმოწერა აქვს პილადეს და პრიამოს ერთმანეთთან ბერძნების წინააღმდეგ და როცა პელიდესო სიკვდილისიდან რა თქვა პელიდემ სიკვდილისი მე უწუხარო რომ სამართალიო ჩემზე ადრე კვდებაო გახსოვთ და მოკლეს მაინც და მე დასაფლავებაც არ უნდა პელიდესი და ვინ დასაფლავა აიაც ტელამონიდემ თქვა რომ მე არ მჯერაო რომ პელიდე დამნაშავე იქნებოდა რაღაცა სხვა რაღაცა რაკია შემდეგ პელიდე აიაქსმა დაასაფლავა აიანტი ან აიაქსი ორივე ნაირად შეგვიძლია თქვა რა აიაქს ტელამონიდი ორი აიაქსი იყო ეს იყო ტელამონიდი უკანასკელი გემი ვისაც ჰქონდა აქეთა კიდეში გემი ჰქონდა აქილევს აქეთა კიდეში კიდე აიაქსს ჰქონდა გემი და ორ გემს შორის იყო სხვა უამრავი გემი კიდე ბერძნები რამდენი გემი იყო სუპერნოვის გითხარით დავახსენე 1190 არა 1190 1186 გემია. ერთი მომენტია კიდე რომ პრიამოს მანამდე არ ჰქონდა ნანახი ბერძენი გმირები და არც იცნობდა მათ და როცა გამოვიდა ელენე ტროის კედლებზე პრიამოსიც გამოვიდა და ელენეს კითხა მითხარიო ვინ არიან ესენი და ელენე თქვა ის აგამემნონი არისო ის მენელაოსიო ჩემი გვარი ის ოდისევსი არისო ის იდომენევსი არისო და პრიამოსი უყურებს ამათ და გაშტერდა რომ ესეთი ღირსეულები არიან ესეთი ვაჟკაცები არიან ბერძნები და მე სხვაჯერს რომ იყო ეს გათქვეს რომ თუ მენელაოსი მოუგებს პარის მენელაოსი დარჩება ელენე და წაიყვანს საბერძნეთში და ომი გამთავრდება და თუ პარისი მოუგებს მენელაოს ორთაბრძოლას მაშინ ტროაში დარჩება ელენე და გამთავრდება ბრძოლა და ამას უნდა დათანხმებოდა პრიამოსი და პრიამოსი მივიდა ბერძნებთან და ტროელებთან და იქ დაიფიცა რომ ასე გავაკეთოთ ეს პრიამოსის ფიცი იყო დადებული მაგრამ პრიამოსი ბრძოლას არ დაესწრო იმიტომ რომ ჩემი გული ვერ გაუძლევსო რომ ნახავ პარისი ებრძვის მენელაოსი იმიტომ რომ მაინც ხედავდა რომ მენელაოსი ძალიან დიდი გმირია და შეიძლება მოეკლა პარისი მის თავში ასე რომ არ დაესწრო ბრძოლას და დაბრუნდა ტროაში აი ეს ამბები იყო αλλά შემდეგ დღეს გავაგზავნებთ ამ ეტაკებების გამო
მასწავლებელმა დაგვაბარა ერთი პატარა ლექსი, რომელსაც ერქვა ზამთარი. ხო და კარსონი ისე დამეხმარა, რომ კითხულობდით, მივიღე პირველი ადგილი ჭამებში. 14 ჭამი და 1 მილიჭამი. პირველი ადგილი მივიღე, ხო და ჩემ დედიკოსაც გავხარდა ძალიან, დიდასაც. კიდე ისიც გამიხარდა, რომ ჩემ დედიკოს რო გავხარდა. დედიკო ძალიან მიყვარს ჩემი. მოვედით თქვენთან რომ ავმეგობრდეთ შეკითხვებზე პასუხი გაგცეთ ბიბლიოთეკიდან თუ საკითხებზე და საკუთრებით სულიერ საკითხებზე როგორც გავიგე და შეკითხვები და უსის მოვედი მე თქვენთან ყველაზე მეტად რა გაინტერესებს თქვენ რაში ვერ ხართ გარკვეულები მე დაგეხმარებით მე ყველაზე მეტად მაინტერესებს როგორ გაჩნდა ღმერთი და რატო დაგვარს ძალიან კარგი შეკითხვა არის ჩვენ რომ ვიყავით ხელმხელები ჩვენც მქონდა მსგავსი შეკითხვები თქმა უნდა ყველაფერზე არსებობს პასუხი საიდან გაჩნდა ღმერთი ღმერთი არის გაუჩენელი არავის არ შეუქმნია ღმერთი ერთადერთი ღმერთი არის რომელიც არავის არ შეუქმნია დანარჩენი სხვა ყველაფერი არის ქმნილება თუ ღმერთი არის შექმნილი, ისე ვიღაცამ შექმნა, ხო? და ის ვიღაცა ის ყოველთვის ესე რომ გავიდეთ, გავყვეთ ამ ლოგიკას, რომ აი მე მაგალითად ჩემი დროებით ვშევდოდი, ხო? ჩემი მშობლებმა გამაჩინეს. ჩემი მშობლებმა, მაგრამ მშობლებმა და ესე მივდივართ ადამ და ევამდე. და ადამი და ევა უკვე დააჩინა ღმერთმა. ღმერთი არის გაუჩენელი, შეუქმნელი. ავტორია ყოველთვის სამყაროს. და აი ეს მეორე შეკითხვა თუ რატომ გაგვეჩინა ღმერთმა ღმერთს უნდა და ყოველთვის უნდა როცა იქნება იბადება ადამიანი რომ თავის დიდ სიხარულში რომელიც ღმერთს აქვს საკუთარ თავში ავდეს მოზიარეთ აი თქვენ მშობლებმა რატო გაგაჩინეთ თვითონ უყვართ ერთმანეთი უყვართ თავის დროზე და დღესაც უყვართ და გადაწყვეტეს რომ აი სიყვარულის ნაყოფი ყოველდღიურად რომ აი ეს პატი სიყვარული გადაეცა სხვა არსებისთვის რომელიც უკვე თქვენი ყავით და ღმერთი საკუთარ თავში ყოველთვის კარგად არის ღმერთი არის უბედნიერი გახარებული ღმერთი არის უდიდესი სიყვარული და ღმერთს უნდა რომ აი სიყვარულის თანამოზიარე ყოველდღიურად აი ბევრი წყალს რო ჩაასხამ ჭიქაში გამოიყურება ხო ეს წყალი ჭიქიდან ხო აი და დიდი სიყვარული აქვს ღმერთს რომ აი გამოიყურეს სიყვარული და შეიქმნა სამყარო და ადამიანი შეიქმნა ბოლოს ზეგთავდაპირველად ღმერთი ქმნის ცას ქვეყანას ცხოველებს ფრინველებს მანამდე მზეს მთვარეს ვარსკვლავებს და საბოლოოდ ქმნის ადამიანს შეუქმნა ადამიანს ლამაზი სამყარო 64 და იმ 64-ში მე შეიყვანა ადამი და ევას ისტორია ალბათ იცით რომ ჩვენი პირველი შუბლები არიან ადამი და ევა ეს სამყარო ყველაფერი ღმერთის შექმნილი ღმერთი არავის არ შეუქმნია და აი ამ სამყაროსთან ერთად ღმერთმა შექმნა დრო აი ეს დღე-ღამის მონაცვლეობა რომ არის ხომ წელიწადის დროთა მონაცვლეობა ეხლა რომელი სეზონია ზამთარი ხო ზამთრის შემდეგ გაზაფხული მოვა გაზაფხულის შემდეგ ზაფხული და ეს ერთმანეთს ენაცვლება ეს წელიწადის დროები დღე-ღამის ენაცვლება მაგრამ ჩვენ ეხლა ამ სამყაროში რომ ვიმყოფებით აქ არის ეს დროითი მოცემულობა მაგრამ ღმერთი ჩვენ როდესაც ვამბობთ ლოცვაში რომელი ხარ სათაშინეს ვამბობთ ჩვენ ლოცვა იცით ვამბობთ ჩვენ რომელი ხარ სათაშინა აი სათაშინა სადაც ღმერთი ყველგან არის მაგრამ აი სათაშინა იქეთ რა თქმა უნდა უფრო შეიცნობა ღმერთი იქეთ ეს დროითი მოცემულობა არ არის იქ არის მარადისობა მარადული განკარგზობადი დრო ეს არ გამდება და არ თენდება და ეს უბრალოდ ეხლა ერთ დღეში რამდენი დღე-ღამეში რამდენი საათია 24 მართალიდან 1 საათი 60 ხო ჩვენ ეხლა ამ დროში ვცხოვრობთ ხო აი ეს არის ჩვენი დედამიწა
და დედამიწა ჩვენ ვერ გავხსნით სანამ აქვე ადამიანები ვიბადებიდი გარკვეული პერიოდის შემდეგ ტოვებთ ამ სამყაროს და მივიდივართ ჩვენს ნამდვილ სამშობლოში იქით სადაც ღმერთი არის და ჩვენი ნებით ვერ გავხსნებით ამ დედამიწის საზღვრებს და დედამიწის საერთოდ მონაცვლეობას იქეთ დრო აღარ არის ღმერთი შეუქმნელია ღმერთმა შექმნა ადამიანი ღმერთმა შექმნა მანამდე ყველა და ყველაფერი და ასევე შექმნა დრო და ამ დროში რა ვარ და ამ მატერიალურ სამყაროში ცოტა რთულია ყოველთვის გააზრება მაგრამ ალბათ თქვენ ყოველთვის ხვდებით რა შეგვიძლია ვთქვათ აი თუნდაც ახლა ეს ნახატები ხო აი თავისი დაიკიდებოდა ვიღაცამ ესე იგი აიღო ეს რაღაცა ფორმატი კურსელი აიღო სპანკრები რაღაცა მას ქონდა იდეა ხომ რომ ეს შეექმნა და ეს იდეა გამოიტანა მერე ფურცელზე და ეს ყველაფერი აგერ არის ხომ აი ეს ღმერთს ქონდა ეს იდეა რომ შეექმნა სამყარო და ეგრევე მაშინვე შექმნა ღმერთმა ეს სამყარო და ჩვენ ხომ ბევრი დრო გჭირდება რომ რაღაც სურათი შექმნათ ძალიან ბევრი დრო გჭირდება ადამიანს რომ აიღოს რაღაც გააკეთოს ღმერთი ძალიან მარტივად ხმის აი ყველაფერს რომ ის უსაზღვრო არის მისი შესაძლებლობები და ეს სამყარო რასაც მოხედავთ თუ თავისი ვერ გაჩნდებოდა ჩვენ ვერ გავჩნდებოდით ღმერთმა დავუჩინა ჩვენ და ღმერთი კიდევ არავის არ დაუჩინა ღმერთი არის შემოქმედი ის ღმერთის ერთ-ერთი თვისება არის შემოქმედებით უკვე ისე ადამიანის შემდეგ მათ არავინ არ შეუქმნია ადამიანი არის აი ბოლო მოდელი ბოლო არსება ამის შემდგომ მას არავინ არ შეუქმნია და თქვენ რო თქვით რომ პირველი ადამიანები იყო გამომდის რომ ისინი ჩვენი პირველი ბაბუები ნამდვილად ესე გამყარ ყველანი ერთნი ვართ რა ეხლა ზოგი ინგლისში ცხოვრობს ზოგი ჰოლანდიაში ზოგი ამერიკაში ზოგი ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ყველანი ვართ აი ძალიან ლამაზები ანუ ღმერთმა რაც დავთვალ მე ადამიანი რომ ეხლა კაპოროტდება და შურიანი გახდება ოხმიანი გახდება და უმორჩილებელი მე ის უკვე კარგავს სილამაზეს შინაგან სილამაზეს გარეგან სილამაზეს თორემ ისე ყველანი ვართ აი ღმერთის უსაყვარლესი არსებები აი ნახე როგორი სიყვარულით არის ეს ნახატები ჩამოკიდებული ხო განთავსებული და ვინც არის აი ხმძღვანელი როგორ უყვარს ხომ იმას ეს ყველაფერი და მისთვის ძვირფასია თითოეული ეს ნახატი რომ აქ არ იქნებოდა ძვირფასი რომ არ იყოს აქ არ იქნებოდა და ჩვენც არ დავიბადებოდით საერთოდ არ გავჩნდებოდით აი თქვენ თქვით რომ რატომ დავბადა ღმერთმა ღმერთისთვის ძვირფასები ვართ ჩვენ გარკვეული მისიით ვიბადებით ყველა ადამიანი აი შენ ალექსანდრე ჩემო კარგო რას ფიქრობ რატომ გაგაჩინა ღმერთმა რა უნდა გააკეთო ამ ცხოვრებაში და შენს Pedro. ცხოველები მიყვარს? ეხლა უკვე რამე რაღაცა თქვა. ცხოველები მიყვარს. ესე იგი ღმერთმა გააჩინა ცხოველები გიყვარს, ესე იგი შენ ღმერთი გიყვარს. ესე იგი შენ უნდა იცხოვრო სიყვარულით, ბუნების სიყვარულით. ეს ცხოველთა სამყაროს სიყვარული ძალიან საინტერესო მიმართულება არის ცხოვრებაში. თუ შენ მართლა გაინტერესებს, ეგ მართლაც კარგი გამიქნება. აი აკეთილ შობილებს ადამიანს ცხოველებზე ზრუნვა. აბა წარმოგიდგენთ ახლა ადამიანმა ფეხი რომ მიაჭრას კატას, ძაღლს, თოფიეს რომლოს ხო შეიძლება. ისინი მარტო ამ ცხოვრებას ცხოვრობენ, მოდი ესე ვთქვა და ჩვენ რო ცხოვრობთ 90 წელი, 100 წელი, ისინი ცხოვრობენ 10-15 წელი და იმათ სანუგეშო არაფერი არ აქვს ჩვენ აი ახლა არეალი გვაქვს და Podeszedł krakuje. Czerpnął ცხოვრებს შენեք ცოტა რჩება და გადასცემენ პირას. კი, ამიტომ ზოგი ცხოვრობდი წითელი წიგნი გამიგეთ ალბათ, ხო? მოსტატობას აქვს როში. კი, მართლა კარგია, ბევრი რამე იცი თქვენ და უკვე ცხოვრებას უყურებთ რეალური თვალებით. გამაგიხრებით. ესე ლამაზად შეწერ? ხო, ნუ აი ეს არგუმენტები რომ ისე გესაბარო თავისუფლად შეიქმნებოდა, საერთოდ აი ეს პრობლემა ყოველთვის იდგა კაცობრიობის წინაშე. პრობლემა არ არის შეკითხვა. არსებობს თუ არა ღმერთი. მაგრამ 2026 წლის წინ, ახლა ხომ 2026 წელი ქრისტე იშვა ბეთლემსაო, გაგიგიათ სიმღერა, ხომ? ბეთლემში დაიბადა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენ ვართ ქრისტიანები.
თქვენ ეს ისტორიაც იცით, რომ ადამიანები 60-ში იყვნენ, ღმერთს არ დაუჯერეს, გააკეთეს ის, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, მე არც აღიარეს ეს დანაშაული, არ მოინანიეს, მთელი ისტორია. ადამიანები ძალიან რთულ მდგომარეობაში იყვნენ 2026 წლის წინ. ადამიანები იყვნენ კერტაპალუსემლები. ადამიანები არ იცოდნენ, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. წაიღებდნენ, ჩამოასხამდნენ ოქროსგან მეომრისგან დატებას და ის ეკონათ ღმერთი, სოხუმს ეკონა ღმერთი, სოხუმს არ ეკონა ღმერთი და რაც მრავალღმერთიანობა იყო სამყაროში. იმიტომ რომ შენ ვამბობ, ღმერთი აბა სად არის, როგორ დავინახოთ. ეს ასე ვთქვათ, შეკითხვა ჰქონდათ იმდროინდელ კაცობრიობას და ვერ ერკვეოდნენ იმაში თუ ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. და დედამიწაზე გამოჩნდა ღმერთი. ღმერთმა მიიღო ადამიანობა. ღმერთი გახდა ადამიანი. ეს არის იესო ქრისტე. ჩვენ არ შეგვიძლია მკვდარი გავაცოცხლოთ, ხო? ღმერთს შეუძლია. ქრისტემ გააცოცხლა მკვდარი მაგალითად. ჩვენ არ შეგვიძლია ბრმა ადამიანს, ბრმა ადამიანი ხო იცით ვინც ვერ ხედავს. ესე თვალებზე ხელი შევახოთ და მაშინვე მას უკვე მიეცეს მხედველობა. ამას უფალი ქრისტე მარტივად აკეთებს. ქრისტე რომ ერთ კონკრეტულ ადგილას იყო, იქეთ ბევრი კილომეტრის იქეთ ხედავდა რა ხდებოდა, იმიტომ რომ ის ღმერთია და ყველაფერი იცის. და კულმინაცია, რითაც გამოვლინდა ის რომ იესო ქრისტე ნამდვილი ჭეშმარიტი ღმერთი არის, იყო მისი მკვდარი დაღმობა. ჩვენ ჯვარს ვატარებთ რუსზე, ხო? ქრისტიანები ვართ. ეს სტელი ვარ და დავდივარ. Ეთემ თუ აი დავაკეთე. აუცილებლად უნდა ახალი ჯვარი დაიგიდოთ გულზე. ჯვარი რომ გვაქვს გულზე, ამით გვაქვს ეს ფარველობა, ის მოროდი ფიქრები, ის მოროდი ქმედებები ვერ აღწევს ჩვენად. ქრისტე რომ ჯვარზე გააკრეს, მესამე დღეს ქრისტე აღდგა მკვდრეთით. და ეს მკვდრეთით აღდგომილი უფალი მრავალმა ადამიანმა ნახა. ძალიან ბევრმა ადამიანმა. რითაც დადასტურდა ის, რომ ის არის ღმერთი, რომელმაც მიიღო ადამიანობა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ღმერთთან პარატული კავშირი. რომ სიყვარულით ვიცხოვროთ. ქრისტემ სიყვარული მოგვიტანა. ესეთი სწავლება მოგვცა ჩვენ ქრისტემ. ვინმე თუ გაწყენინებს, შენ იმას არ აწყენიო. ეცადე რომ გაიგო პირველ რიგში ის, რატომ გაწყენინა იმან შენ. იქნება შენ დაუშავე მას. ყოველ შემთხვევაში ყველა უნდა გვიყვარდეს, ვინც გაწყენინა, ვინც არ გაწყენინა და შენ იქნები გამარჯვებული ყოველთვის. ეს არის ნამდვილი გამარჯვება. ერთი კი არ ბევრი იყოს, მაგიტომ მოვედი. ანუ პლანეტები ღმერთს ექმნება. ყველაფერი, აბსოლუტურად არ არსებობს რაიმე რომ ღმერთი შექმნილი არ იყოს. ყველაფერი ღმერთმა შექმნა. და კიდევ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით, რაც ღმერთმა შექმნა. ის კი არა ელემენტარული ფრინველების სახელებს ვერ ჩამოვწერთ. ალბათ მე 2% ჩამოვწერ ფრინველების სახელებს, რომელიც ღმერთმა შექმნა. თევზები, რამდენიმე თევზი არსებობს ხომ ზღვაში. ძალიან ბევრი რამ შექმნა ღმერთმა. ცხოველები იგივე. პლანეტები ხლა აგერ ამერიკას ახალ აღმოჩენილია ხა სხვა კონკრეტულ შედარებით ხომ ამ ხელა ის არსებობდა რაც მიწა და ჩვენ არ ვიცოდით და დღეს ამერიკა ხო ერთ-ერთი პოპულარული ქვეყანა არის ხომ სოფლიოში. ბევრი რამ კიდევ არ ვიცით რაც ღმერთმა შექმნა. და ყველაზე მთავარი კიდევ ის არის შემოგვიფასებო რომ ჩვენ ამდენად ცხოვრობ სიყვარულით, იმდენად ღმერთთან ვამყარებთ ურთიერთობას. აი მე რომ თქვენ ახლა გელაპარაკებით, ხო საუბრობთ ახლა ჩვენ. თქვენ მე ლაპარაკებით, მე ვიგებ თქვენს ხმას, მე გელაპარაკებით, თქვენ იგებთ ჩემ ხმას. ასევე შეიძლება ურთიერთობა ღმერთთან. მასთან საუბარი. აი ღმერთო დამლოცე, ღმერთო მომეცე მისი ძალა რომ სიკეთეები გავაკეთო, რომ ვისწავლო, ჩემი მშობლები გავახარო. გამიგეთ ეს თქვენი სიტყვებით. თქვენ ახლა ხო ჯანმრთელები ხართ. საჭმელი გაქვთ, სასმელი გაქვთ, ხო? უხდით მადლობას ღმერთს ამის გამო. უნდა მოუხადოთ. მე მადლობას რომ მოუხდით, მე კიდევ უფრო ბევრი რამ მოგეცემა. ღმერთი არის ჩვენი მეგობარი. ყველაზე მეტად ვის უყარებთ იცი? ღმერთს.
მეც უყურებთ ყველაზე მეტი. თქვენ ამას ადრე თუ ვერ დაინახავთ, რომ აი ეს მშობლების ღმერთმა მოგცათ, მეც ღმერთმა გამომაგზავნა. ყველაფერი ხდება თქვენთვის. აი ეს თქვენი მასწავლებელი, აღმზრდელი, ვინც არის აღმზრდელები, მასწავლებლები, აი ეს გარემო, ყველაფერი ღმერთის გამოცემული. რატომ გავჩვით, ხო? ეს არის ადამიანები იმიტომ იბადებით, რომ ბედნიერები ვიყოთ. არ არის ესე მარტივი, რომ ყოველთვის ბედნიერი იყო, მაგრამ თუ ყველა გეყარებათ, იქნებით ბედნიერები. დავადუმეთ ბავშვები, აღარაფერს აღარ და თუ ამბობთ, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა პლანეტებიც კი, მაშინ დიდი აფეთქება როგორ დიდი აფეთქების თეორია, ხო? ნუ ეგეც შეიძლება ჩემს მონათხრობში, რომ ღმერთმა შექმნა 4 სტიქიონი და ამ სტიქიონების ერთგვარი ურთიერთქმედების შედეგად ხდება იმ სამყაროს წარმოქმნა. მაგრამ ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა. ღმერთიდან მოდის ეს ყველაფერი. არსებობს 4 სტიქიონი. იცით რომელია 4 სტიქიონი? მიწა ხო არსებობს? წყალი არსებობს, აირი და ცეცხლი. აი ამ 4-ისგან არის ყველაფერი. აი ახლა ეს რომ ჩვენ ავიღოთ, ხო? გარკვეული პერიოდის შემდეგ მიწად იქცევა. თუ დავწვავთ, უკვე ფერფლად და მაინც მიწას უბრუნდება. ცეცხლი არსებობს, ხომ ცეცხლი საიდანაც უნდა შეგვიძლია ავიღოთ ცეცხლი. აი მაგალითად თოვლი, ხომ სხვა არაფერი არ არის, არა შედედებული წყალი, იგივე ყინული. თოვლი რომ გავარდოთ, წყალი წყლად იქცევა. წყალი რომ აორთქლდეს, რეცაში არის და მერე ისევ გებრუნდება ჩვენ. აი ეს ყველაფერი ტრიალებს აი ამ დედამიწას ეს 4 სტიქიონი. ამისგან არის აბსოლუტურად ყველაფერი. ეს დიდი აფეთქების თეორია უფრო წამოსულია მეცნიერებიდან. ანუ ჩვენ თუ არ გავყვებით ესე იგი ბიბლიაში წერია ყველაფერი, ბიბლიას არის წმინდა წიგნი, რომელსაც წმინდა ადამიანები წერენ ის გამოცხადებით, შემოგვიფასებო. და თუ ჩვენ დავიჯერებთ ქრისტეს მოსვლას და მის გადაგებას, მაშინ სხვა არაფერი აღარ დავრჩება, გარდა ერთისა, რომ მეცნიერულ კვლევებს გავყოთ. რომელშიც ერთ-ერთი ესე ვთქვათ ეს მოსაზრება არის დიდი აფეთქების თეორია. ეს უკვე ადამიანზე რომელს დაიჯერებს. აი მაგალითად ბოროტი ადამიანები არ იჯერებს მათის არსებობას. რატო? მათი გეუბნება რომ არ იყო ბოროტი. შენ გინდა რომ ბოროტი იყო. ადამიანს ხომ თავისუფალი ნება აქვს. შენ ახლა გინდა იმას გააკეთო, გინდა თმას აქედან გადაივარცხნე, გინდა აი ჯინს ჩაიცმევ, გინდა სპორტულ ჩამოს ჩაიცმევ, გინდა ფეხბურთელი გახდები, გინდა მასწავლებელი გახდები, გინდა ფერი, რაც გინდა ეს გახდები ამ სწავლებაში. თუ მოინდომა გახდები. შენ თავისუფალი ნება გაქვს. მაგრამ აი ეს ბოროტი ადამიანი რომ არის, იმას არ აწყობს მერტის არსებობას. აი ეს ყველაფერი გასწვრივ ჩვენ ვთქვით, იმიტომ რომ მერტი გეუბნება არ გააკეთო ეს. რაში ჭირდება ახლა ეს? მე ვაკეთებ ესე იგი ცუდს, მერტი მეუბნება არ გააკეთო ცუდი. მე თუ ვიტყვი რომ მერტი არ არსებობს, მაშინ გავაკეთებ ცუდს, ხომ ვიღა მერტი ცუდი არ გააკეთო. ანუ აი ეს ყოველთვის იცოდეთ რომ ადამიანებს რომელთაც არ უნდათ სიკეთის ცხოვრება, სიყვარულის ცხოვრება ამბობენ რომ ღმერთი არ არსებობს. იმიტომ რომ აწყობთ ეს. ამას ქვია უსინდისო ცხოვრება. სინდისი გაგიგიათ? ეხლა დავიდეს მასწავლებელი აქედან. და რო აიღო შენ რაღაცა უსმანი ან რაღაცა და აი ეს რო დაკაცრო ეხლა ეს. სკამ, გააკეთებ ამას, არ გააკეთებ. თუ შენ ამას გააკეთებ, შენ შეგინდა გეტყვის რაღაცა შენ ხმა, სინდისის ხმა ქვია ეს რა. ალექსანდრეს შენ არ უნდა გაგიკეთებინა. და რომ შემოამასწავლებელი, შენ მერე თვალებს არ გავუსწორებ მას. შეიძლება უთხრა რომ აი ბოდიში ეს მივიდა და შეცვალო მერე შენის აქციები. შენ ხარ ისეთი ადამიანი, თქვენ, რომელთაც გაქვთ ესე სულთა სინდისი. ეს არის თქვენი ადამიანობა, თქვენი გულწრფელობა, თქვენი სიმართლე.
თქვენ ახლა ასაკით რამდენი ხართ? 7. 7 და 10 ხო? აი, ვიტაბერ გეტყვით ასაკთან მიმართებაში საკმაოდ განვითარებული ხართ და კარგი არის ის. თქვენ ხელა ბევრი ბავშვი ძალიან ბევრ დროს კარგავს ტელეფონში, კომპიუტერთან და რეალურად ეს არის გართობა, ხო? ახლა აიღე ტელეფონი და ითამაშე ერთობ, დრო გაქვს პროზული ფასია. თქვენ უნდა გახდეთ წარმატებული ადამიანები, ღმერთის დახმარებით, რა თქმა უნდა. ანუ ჩასში სენე რომოხდები სენე ჩასში როგორია? მოხდები მოდი არ გარდავიცვლებით, მოდი ესე ვთქვათ. თუ ესე იგი ჩვენ გვეყარება ღმერთი და გვეყარება ეს ცხოველები, სამყარო, ადამიანები, პატრის მივაგეთ ყველას. აი ღმერთმა რო გითხრას ეხა შენ. რა გითხრას ისეთია, ყველაზე მეტად რა გითხრას? ცხოველები? აი ცხოველები არ მინდა და მოდი წიგნები გითხრათ ეს ცხოველებო, დავუჯერებ? არ დავუჯერებ? ანუ რატომ ღმერთმა არ შექმნა ეს ცხოველი? უფრო ცხოველი. ხომ არა ღმერთმა რო გითხრას, ღმერთმა ხო შექმნა ეს ცხოველი? და ღმერთმა რო გითხრას, თედო, მოდი ცხოველები არ გინდა, სხვა რაღაცა აკეთე რა. რო გითხრას დავუჯერებ? და? დაგიჭირდება, მაგრამ დავუჯერებ, ხო? აი ძალიან ყველაზე მეტად ჩვენ ისკენაც უნდა გქონდეს ჩვენი ეს ყურადღება მიქცეული და გქონდეს გაცნობიერებული, რომ აი იქიდან მოდის ეს ყველაფერი კარგი არის ღმერთიდან. რა თქმა უნდა, მას უნდა დავუჯერო და ყოველთვის კარგად იქნებით, რომ ერთმა იცის შენთვის რა არის უფრო კარგი და უფრო უპირატესი. და იქეთ ესე იგი ჩვენ სიმპტომის მაგურად გარდაცვალება უნდა ვიხმაროთ, რა. თუ გახსოვთ, თქვენ დედის მოსაჩი რო იყავით ცხრათვე. დედის მოსაჩი რო იყავით. ხო ვიყავით ყველანი, ხო, დედის მოსაჩი ცხრათვე. ასევე ჩვენ არ გვაქვს მეხსიერება იქეთ რა იქნება. ანუ აქ რომ ვართ ეს გასაგებია, ეხლა აქ ვარ. ის არ გვახსოვს, მაგრამ ვიყავით დედის მოსაჩი ცხრათვე და ეხლა აი ამ ცხოვრების შემდეგ ველოდება ჩვენ იქეთ მე რომ არადეული სიცოცხლე. თუ ღმერთს დავუჯერებთ, 60-ში ვიქნებით, თუ არა და მაშინ თუ ღმერთთან ყოფნა გვინდა, ღმერთთან ვიქნებით. თუ არ გვინდა ღმერთთან ყოფნა, ღმერთთან არ ვიქნებით. თქვენ მაგის არ შეგეშინდეთ. თავია სიყვარულით ვიცხოვროთ, წმენით ყველაფერი კარგად იქნება ყოველთვის. იქეთ კაი ცხოვრება. კარგია დავით აღმაშენებელი. მეფე. აი, რატომ იყო ისიც? ესეთი წერალიც იყო სპარტაშიოს მართალი. იმიტომ იყო საქართველოს მაშინ ძალიან ძლიერი ყველანაირად. ნუ ის იყო ღმერთის დახული. ამას უყვარდა ეკლესია. მადლობა მამა, საინტერესო საუბრის. მე შევეცადე რომ თქვენთვის გასაგებად ვისაუბრა. ამდენად გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც ალბათ რაღაცები გაიგეთ. ხო? ერთმა დაგლოცოთ, ყოველთვის ჯანმრთელობა გქონდეთ, გქონდეთ ისეთი გონება რომ გაითვისოთ ეს სწავლა და ეს ყველაფერი, რასაც ვისწავლოთ, დამოგეყენებინოთ ჩვენი ქვეყნის საქართველოს აღმშენებლობისთვის. ჩვენი ეკლესიის აღმშენებლობისთვის. მადლობა. არა, მადლობა.